მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და საყვარლებო ჩემს YouTube არხზე, სადაც ვდებ ჩემს ვრცელ და სიღრმისეულ გაშლილ დეტალურად, სადაც განვიხილავ სიტუაციას და ასე შემდეგ. დღეს ჩვენ ერთად გავიგებთ, ვინ არის თქვენი კარმული ადამიანი და ასე ვთქვათ, რას გეუბნებათ კავშირი, ეს კავშირი მასთან, ხო? ზოგადად გეტყვით ისე ორ სიტყვას, ხო? კარმული ადამიანები ჩვენ ცხოვრებაში, ზოგი მეკითხება კარმული რას ნიშნავს, ხო? კარმული ადამიანები ჩვენ ცხოვრებაში იმისთვის მოდიან, რომ გვასწავლონ როგორ გავიზარდოთ. ზოგჯერ ეს არის ძალიან დიდი ტკივილი, ზოგჯერ ეს ყველაფერი იმდენად გზრდის, რომ სწავლობთ, ხო, ამ ურთიერთობებით და ვიზრდებით ამ ურთიერთობებში. რა უყოთ? ზოგჯერ გეტკინება, ზოგჯერ ისწავლით, ხო? კაი გამონათქვამია. ენერგო ბალანსისთვის შემოძვირფასებო მოიწონეთ ეს ვიდეო თუ კი თქვენს სულთან და გულთან მოვა და რაც აუცილებელია ჩემთვის გამოიწერეთ არხი, რომ არ გამორჩეთ თქვენს გაშლები, რომელსაც მომავალში გაგიზიარებთ აქ და ასე ვთქვათ, მეტი ენერგო ბალანსისთვისაც მე მჭირდება და მეტი სტიმული მჭირდება მე იმისთვის, თუნდაც თქვენი აქტივობით ჩემს მიმართ, ჩემი არხის მიმართ, რომ მქონდეს უფრო მეტი мотивация, ხალისიანი мотивация, რომ ჩაგიწეროთ უფრო და უფრო მეტი გაშლები. ფიქრობ, რომ მყავს აუდიტორია, ვისაც მოსწონს და ელოდება ჩემს გაშლებს, ხო და ასე ვთქვათ, და მეხმარეთ, რომ მქონდეს სურვილი ჩაგიწეროთ გაშლები. ახლა კი ჩაიფიქრეთ თქვენი სახელი და გვარი, კონცენტრირდეთ საკუთარ თავზე და დავიწყოთ ხო გაშლა. ნახოთ, ვინ არის თქვენი კარმული პიროვნება, ადამიანი, ვინ არის თქვენი კარმული ადამიანი. და ეს კავშირი რას გეუბნება თქვენ, ვინ არის თქვენ კარმული ადამიანი. ოხ, წრილი ხმალი, კვერთხების რაინდი, ექვსიანი კვერთხები. TikTok-ზე რო დავდე მოკლე გაშლა, რაც იმ ენერგიებში ვართ. მგონი სამიანი პენტაკლები, ხმლების რაინდი. გავაგრძელეთ. პენტაკლების ტუზი, განდეგილი. ოჰო, თხიანი პენტაკლი, ეს რა ხაზი გვაქვს, მეორე ხაზი ღმერთო. სულელი. კვერთხების მეფე. კიდევ ერთი ხაზი დავამატოთ, იმისავალ განვიხილოთ ქურუმი ქალი. ზომიერება. სიკვდილის არკანი. აი გავაფრენ ახლა. ეს ქვედა ხაზი მაოცებს. ფონი ასევე ჩამოკარგებო TikTok-ზე რო გაშლათ დავდე. პატარა გაშლებს, მინი გაშლებს რო წერ TikTok-ზე. ზუსტად ის ენერგიები გამომყვა აქ. ეს არის წარსულ ურთიერთობაზე. ღმერთო ჩემო. წარსული ურთიერთობა. შეიძლება საერთოდ რაღაც წარსული რეინკარნაციიდან წამოსული ურთიერთობა იყოს, კი ბატონო. ქვედა ხაზი ჩამოგითვლით ახლა მე თქვენ. ქურუმი ქალი, ზომიერება, სიკვდილი, ფორტუნის ბორბალი, ვარსკვლავი. სულელის არკანი, განდეგილი და ქვედა ხაზი სულ მაღალ არკანებში გვაქვს. და მოდი ახლა დეტალურად განვიხილავ მე ამ ყველაფერს, იმიტომ რომ რას წამომიღებს უცებ და რას ვიტყვი მეც არ ვიცი, ოღონდ მართლა. და შეხედეთ რეალურად რუიანი თასები, როგორც TikTok-ის გვერდზე იყო, ასევე აქაც ამოდის და ნახეთ რას მეუბნება, ეს კავშირი არის ასე ვთქვათ, ცხოვრების საჯვარედინი, თითქოს ორივე ერთსა და იმავე დროს ხვდებით, რომ წარსულის რაღაც ნაწილს უნდა ჩამოშორდეთ, ხომ? აქ არის რეალურად განცდა, რომ ეს ურთიერთობა გაძლევთ ძალას, წახვიდეთ იქით, სადაც მეტი სინათლეა, შუქია, მაგრამ ამავე დროს ხბადებს თქვენში შიშს, რომ უკან მოიტოვებთ იმას, რაც ასეთი კომფორტული იყო თქვენთვის, ხო? ეს არის რეალურად კავშირი, რომელიც მიგიყვანთ საკუთარი სულის, აი ევოლუციისკენ და ასე ვთქვათ, მის დატოვება არც ისეთი მარტივია, არც ემოციურად, არც ენერგეტიკულად, ხო?
პირველი ხაზი, რომელიც არის ცხრიანი ხმლები, კვერთხების რაინდი, 6-იანი კვერთხები, 3-იანი პენტაკლები და ხმლების რაინდი. უკაცრავად კვერთხები ვეძგრო. ხმლების რაინდი, ხო? პირველი ენერგეტიკული ფენა რას მიგვანიშნებს, რომ ეს კავშირი თავიდანვე არ იყო მშვიდი, ხო, დაწყებიდანვე, ხო? აი რა ვიცი. დაწყებიდანვე ეს კავშირი იყო აი სულ მღელვარებაში, სულ ტალღებში, ხო? აქ არის ღრმა, შფოთვა, შიშები, ღამის უძილობები, იმიტომ რომ ფიქრებში ასე ვთქვათ გაცენდებოდათ, რომელსაც ახლოს მოულოდნელი ემოციური აფეთქებები და ასე ვთქვათ ქარიშხლის მსგავსი აი უკონტროლებელი მოქმედებები. ორივეს ქვეცნობიერულად გიჩნდება სურვილი, რომ გადაურჩეთ ამ კავშირს, მაგრამ ზუსტად ეს ენერგიული დინამიკა, რაც პირველ ხაზშია, ხო? გაძლევთ განვითარების სტიმულს ერთსაც და მეორესაც. ამავე დროს არის მუდმივი სურვილი გამარჯვების, თითქოს ორივეს, ასე ვთქვათ, გსურთ დაამტკიცოთ, რომ ეს კავშირი შეიძლება, ასე ვთქვათ, გაგრძელდეს და ურთიერთობაზე თუ იმუშავებთ, შეძლებთ ერთმანეთის გვერდით ყოფნას და ეს იქნება ღირებული ორივესთვის თქვენთვის. აქ არის რეალურად თანამშრომლობა, მაგრამ თანამშრომლობას თან ახლავს დაძაბული, ხშირად ასე ვთქვათ, მკვეთრი, ნახეთ, უხეში საუბრები, ტონები და გადაწყვეტილებები, სპონტანური, იმპულსური, თითქოს ენერგია სწრაფად მოდის თქვენთან, ხო და ასევე სწრაფადვე ქრება, თუნდაც ნებისმიერი ენერგია იქნება შერიგების, ჩხუბის, დაშორების, ისევ შერიგების თუ რაც არის, აი უცებ ქრება ეს ყველაფერი თქვენს შორის, ხო? მეორე ხაზი არის პენტაკლების ტუზი, განდეგილი 4-იანი პენტაკლები, სულელი და კვერთხების მეფე. მეორე ხაზი ხაზზე ყოფი არკანები მიმითითებს, ასე ვთქვათ, ღრმა შინაგან პოზიციებზე. რეალურად, ხო, აქ ჩანს, რომ ეს კავშირი არის შანსი, თითქოს აი ბედი რეალურად გაძლევთ ახალ შესაძლებლობას სულელიდან გამომდინარე, მაგრამ თქვენში ან პარტნიორში, ან ერთიან მეორეში, ხო, არის შიშები. ანუ აი როგორ გითხრათ რა, ერთი მხარე ასე ვთქვათ, აი ემოციებს და ყველაფერს საკუთარ თავში ინახავს, არ გასცემს სრულ ემოციებს, არც რესურსებს, თითქოს ფრთხილობს, რომ არ დაკარგოს პირადი სივრცე. ერთ-ერთი თქვენგანი ამ მდგომარეობაში იმყოფება. ამავე დროს ნახეთ რა ხდება განდეგილი და ეს პერიოდი, რაც განდეგილი, ან ცალკე იზოლირებულად ხართ, ხო, ეს პერიოდი იზოლაცია, დაფიქრება, როცა თითეული თქვენ გზაზე დგახართ და გადიხართ, ხო, ამ გზას, ხო? შინაგანად მაინც ერთმანეთზე ფიქრობთ ამ მომენტშიც კი რეალურად, ხო? აი ზუსტად ეს მომენტია, სულელის და კვერთხების მეფის კომბინაცია ბოლოში რაც არის ეს ორი არკანი ამბობს, რომ ერთ მომენტში თქვენ შორის აუცილებლად დადგება ახალი ეტაპი, სუფთა ფურცელი, სადაც ერთმა მხარემ უნდა აიღოს ინიციატივა საკუთარ თავზე, ლიდერობა, სითამამე და პასუხისმგებლობა. ხო, ეს არის მომენტი, როცა ურთიერთობა გადის უფრო გაცნობიერებულ ფაზაში, ასე ვთქვათ, თუ იქნება კონტროლირებადი აი ეს იმპულსები და ეს უცებ აფეთქებები, კონტროლირებადი, უნდა გააკონტროლოთ თქვენი ემოციები და ყველაფერი, რაც ამ ურთიერთობის გაგრძელებას შეუშლის ხელს, ხო? მესამე ხაზი, როგორც ასეთი ყველაზე ღრმა, ხო, ძირითადი კარმული ფენა ნამდვილად რომ ამ გაშლა შეესაბამება, ასე ავწევ ხომ? როდესაც მოხდით აი ესე ვიზავ, აი ეს ფენა კარგად დაინახოთ. აი ეს ხაზი რო კარგად დაინახოთ. ესეთი რაღაც შეიძლება გაშლა შემქონია. ხუთივე არკანი რო მართლა კარმული ხაზია, გაშლას რომ მოყვება სასწაულია, ხო? ეს არის ქურუმი ქალი, ეს არის ზომიერება, ეს არის სიკვდილის არკანი, ფორტუნის ბორბალი და ვარსკვლავი. ეს არის მთელი გაშლის, აი გულსისხლძარღვოვანი სისტემა, როგორც იტყვიან, ის კვანძი, სადაც ჩანს კარმული არსი ამ
საკითხის, ხო? რასაც ჩვენ ახლა განვიხილავთ. ქურუმი ქალი მიგვითითებს, რომ ეს კავშირი არის სულიერი სწავლების ნაწილი. აქ მთავარი როლი ეკისრება არა გარეგან მოვლენებს, არამედ იმას, რაც შიგნით ხდება, ხო? თქვენს შორის ახლა არის უხილავი, ძლიერი, ინტუიციური კავშირი, რომელიც ბევრ შემთხვევაში ლოგიკას არ ექვემდებარება საერთოდ, ხო? ზომიერება აქ არის აი როგორ გითხრათ, დასამშვიდებელი, დამაბალანსებელი ძალა თქვენს ურთიერთობაში, რომელიც გიბიძგებთ თანდათანობით, აი გარდაქმნამდე, ხო? რომ ნელ-ნელა უნდა გარდაიქმნას ეს კავშირი აი ამ ეტაპიდან სხვა ეტაპზე, ხო? სიკვდილის არკანი მოსდეს ამას. ჩამოკარგებოთ, ააკვირდით. რეალურად თქვენ უნდა ისწავლოთ მოთმინება და ემოციური წონა, სწორობა, უნდა შეძლოთ თქვენი ემოციების კონტროლი, რადგან ამ კავშირს აქვს აი დასაწყისშიც ვახსენე, როგორ გითხრათ, აზვირთებული ტალღები, რო აი ეგეთი ბუნება აქვს, ხან ძალიან ახლო ხართ ერთმანეთთან, ხან ძალიან მოშორებულად ხართ ერთმანეთთან, ვერ გაიგებთ, რა უცებ-უცებ იცვლება აი ეს რა ქვია სიტუაცია ამ ურთიერთობაში. სიკვდილი და ფორტუნის ბორბალი ერთად, ეს ორი არკანი ერთად აშკარად გვეუბნებიან რას, რომ ეს ურთიერთობა დაგამთავრებინებთ თქვენ ძველმეს პირდაპირ ვთქვათ, ხო? გარდაუვალი ტრანსფორმაცია ჩამოკარგება აქ, რომელსაც ვეღარ გაექცევით, ვერც ერთი, ხო? ფორტუნის ბორბალი აქ ნიშნავს, რომ ბედი პერიოდულად დაგაბრუნებთ ერთმანეთთან, სანამ გაკვეთილი ბოლომდე არ იქნება აქმული თქვენ ორივეს მიერ, თქვენს მიერაც და იმ იმ პიროვნების მიერაც, რომელზეც ახლა ჩვენ ვშლით, ხო? რეალურად ყოველთვის ერთსა და იგივე წერტილში დაბრუნდებით, სანამ თქვენ არ აითვისებთ ამ კარმულ გაკვეთილებს და იმ კარმულ ვალებს არ ჩააბარებთ, რაც ერთმანეთთან ურთიერთობაში გაქვთ და ბოლოს ვარსკვლავი, ეს არის იმედი, ეს არის შუქი, კაფეო დანიშნულება, რაც არ უნდა მოხდეს ეს კავშირი თქვენ ცხოვრებაში რჩება როგორც სულიერი მკვლევი, როგორც მორალური კომპასი, ჩვეულებრივად, აი მორალური კომპასი და შთაგონების წყარო. აი ნახეთ რა არის ეს კავშირი არის ზოგადად კაცრავად სულიერი კატალიზატორი. ის გაძლევთ თქვენ ორივეს არამხოლოდ ემოციურ გამოცდილებას ჩამოძვირფასებო, არამედ გასწავლით მოთმინებას, საკუთარი შინაგანი ხმის ნდობას და საკუთარი ცხოვრების გარდაუვალ ცვლილებებთან შერიგებას. ხვდებით, ანუ ფონური რვიანი თასები და მესამე ხაზის ენერგია. აი ეს ყველაფერი, ფონი რა არის? რვიანი თასი და ეს მესამე ხაზის ენერგია რეალურად, ხო? ერთად მიგვანიშნებს, რომ საბოლოოდ თქვენი გზა ამ ადამიანთან შეიძლება არ იყოს, ესე ვთქვათ, საბოლოოდ კლასიკურად რო ვთქვათ რა, ერთად ყოფნა, მაგრამ ის აუცილებლად იქნება გადამწყვეტი ეტაპი თქვენ სულიერ და ემოციურ ზრდაში. ეს არის რეალურად კავშირი, რომელიც გიბიძგებთ გახდეთ საკუთარი, ასე ვთქვათ, თავის მფლობელი, უფრო ძლიერი, საკუთარი თავის უფრო ნათელი ვერსია და ყველაზე მნიშვნელოვანი მიუხედავად აი ამ ზუსტად ამ ტალღებისა, რაც ამ ურთიერთობას ახლავს, ეს ურთიერთობა ტოვებს თქვენში ვარსკვლავის ენერგიას. რა არის ეს ვარსკვლავის ენერგია? რწმენას, რომ თქვენთვის არსებობს ღრმა, ჭეშმარიტი კავშირი და თქვენ ამას და თქვენ მას უკვე შეეხეთ რეალურად, ხო? აი ეს არის თქვენი კარმული, ასე ვთქვათ, გაკვეთილები ამ თქვენ კარმულ პიროვნებასთან და ვფიქრობ, რომ სათითაო თითოეულმა თქვენგანმა იცით ვიზია საუბარი, რა თქმა უნდა, ვინ არის თქვენი კარმული პიროვნება, ვისთანაც ესეთი სიტუაცია გაქვთ. ვისთანაც სიტუაცია ასეთი არ არის, ეს საჯარო გაშლა თქვენზე არ არის, არ უყუროთ. და კომენტარში მოდი არ დამიწეროთ, ძალიან მითხოთ, მე არავინ რო არ მყავს, ესე იგი ეს გაშლა თქვენზე არ არის. აი ესეთი ძალიან ღრმა გაშლა იყო, სხვათა შორის რამდენჯერ ავიღებდი, რომ ხმა ჩამიხლიჩა საბოლოოდ. ბოდიშს მოგიხდით ამ ყველაფრისთვის, მაგრამ ძალიან ამაღელვებელი იყო ეს ჩემთვის ეს ვინთასების ენერგია და ბოლო მესამე ხაზის ენერგია ზუსტად ემას წამოყვა და კარმულ
ასპექტებს შეეხო ისე ღრმად, რომ არ ვიცი, ესეთი ხშირად ჩემთან არ ხდება ზოგადად აი ეს ყველა არკანი რომ მაღალი არკანი იყოს, ხო? ჩემს ერთ ხაზზე დაალაგებული, არ ვიცი, ვისთვის იყო ეს ინფორმაცია, თქვენ უკეთ იცით. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს ჩემო ძვირფასებო და ყველას გისურვებთ, რომ წარმატებით ჩაგებარებინოთ თქვენი ცხოვრების გაკვეთილები, ვალები, კარმული გაკვეთილები და კარმული ვალები, რაც ამ ცხოვრებაში გაქვთ და გისურვებთ, რომ შემდეგ ყველაფერი გქონდეთ კარგად და დაალაგებულად, რომ აღარ მოგიწევთ ასე წვალება. დაგემშვიდობებით ჩემო ძვირფასებო, ნახვამდის.